მე გახლავართ გიორგი ლილუაშვილი, პარტია საქართველოს თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესიით ვარ სამხედრო ექიმი, ვარ იურისტი, ასევე მაქვს ეკონომიკური განათლება, მრავალმხრივი მოღვაწეობა გამაჩნია ჩემი ცხოვრების მანძილზე და შესაბამისად ჩემთვის უცხო არ არის თანამდებობის დაკავება და შესაბამისად მმართველობის განხორციელება ქვეყნის სასიკეთოდ. მე ვიტყვი იმას, რომ მე ქალაქის მერობა არ გადამიწყვეტია, მე ქალაქის თავი მინდა ვიყვე, მინდა ვმართო ქალაქი და ის ხარვეზები რაც არის და ეს მოსახლეობა გაიცდის უკმაყოფილებას, ეს ყველაფერი გამოასწორო. მერი მერია და თავი თავია. თავი მართავს და ის მერია. თავარი მიზანი ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის არის სახელმწიფო ბანკის შექმნა, დივიდენდების ფონდის ჩამოყალიბება, ასევე ჩვენთვის უმთავრესი არის ქალაქში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება და საშუალო ფენის ჩამოყალიბება, გაძლიერება. ასევე პირველივე დღეებიდან ჩემს თბილისელებს პირდები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება სრულად უფასო. ჩემთვის ყველა კანდიდატი კონკურენტი არის, ყველას მივიჩნევ კონკურენტად და ვიბრძოლებ, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ თბილისელებს ქალაქის თავი ყავდეს და არა მერი. ამორჩეველს ვეტყოდი, რომ მე კიდევ გავმეორდები, ვიტყვი, რომ მე ვაპირებ ვიყვე ქალაქის თავი, კალაძე არის ქალაქის მერი. აი ეს განსხვავება არის ჩვენ შორის და მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, რა ურჩევნიათ, უნდათ ქალაქს ყავდეს თავი და მმართველი, რომელიც მართავს ქალაქს ისე, რომ ქალაქი ფეხზე დადგეს, თუ უნდათ ყავდეთ მერი. აი ეს არის ჩემი პასუხი. არ მჯერა ეს რო იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ამ პერიოდში არასდროს არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი, მას შემდეგ რაც ქვეყანაში მოხდა გადატრიალება და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ჩამოაგდეს. მას შემდეგ ჩვენ ქალაქში არ ყოფილა არანაირი არჩევნები, დღეს ვიბრძვით იმისათვის, რომ მივახციოთ ასეთი არჩევნების ჩატარებას, ბრძოლას ყოველთვის აქვს გამართლება და იმისათვის, რომ ჩვენ მოწინააღმდეგე დავამარცხოთ, ამისთვის ვიბრძვით. დავით აღმაშენებელს რო შეშინებოდა მომხდური მტრის, მაშინ დღეს ჩვენ არ ვიარსებებდით. ამიტომ ვიბრძვით იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. მე მინდა იმ ახალგაზრდებს მიულოცო, რომლებიც მე-300 დღე არის აპროტესტებენ იმ უკანონობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩვენი სარჩელი ეგრეთ წოდებული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ მის მოხსნას, ასე რომ ვთქვათ, და აი ეს არის ის საჩუქარი, რომელსაც ჩვენ ვუკეთებთ. თუ ევროპის სასამართლო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არჩევნები ბათილად გამოცხადდება და შესაბამისად თავიდან მოხდება არჩევნების ჩატარება, უკვე კანონიერი და სამართლიანი არჩევნების იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკანონოდ არიან დღეს დაკავებულები.